რომ დავახასიათოთ საგარეო პოლიტიკა, სამი მახასიათებელი ექნება მას. პირველი უუნარობა. იმიტომ რომ საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნქცია არის, რომ მოკავშირეები და მეგობრები ვიპოვოთ. რამდენი მოკავშირე და მეგობარი დაგვემატა ბოლო წლების მანძილზე. არათუ არ დაგვემატა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საგარეო პოლიტიკის არაღიარების პოლიტიკა და ყველაზე მეტად ამაში ამერიკის შეერთებული შტატები გვეხმარება. ორი ქვეყანა, რომელსაც აქვს აღიარებული აფხაზეთი. ბოლო დროს მოექცა ამერიკის გავლენის ქვეშ. მაგრამ მიუხედავად ამისა, იმიტომ რომ აღარ ვარ სტრატეგიული პარტნიორები, იმიტომ რომ გავიფუჭით ურთიერთობა და არ შეგვიძლია ჩვენ მეგობრებს, ყოფილ მეგობრებს, როგორც მინიმუმ, თხოვოთ, რომ ეს აღიარება უკან გაეწიოთ, მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელა და სირია ეხლა ამერიკის გავლენის ქვეშ არიან, ეს აღიარება ჯერ კიდევ ძალაშია. და მაიკი არა, სომხეთი და აზერბაიჯანი რაღაცნაირად დაალაგდნენ ერთმანეთში და ტრანზიტშიც კი შეუშალეთ ხელი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთებინა, რომ ეს პრობლემა გადაჭრილიყო. მეორე არის უიდეობა. ეს ყველაზე რაღაცეთი უცნაურია, იმიტომ რომ ქვეყანა ხო უნდა რაღაცას წარმოადგენდეს საერთაშორისო ასპარეზზე. და წარმოიდგინეთ, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში არც ერთი რეფორმა არ ჩატარებულა, ან არ ჩამოყალიბებულა ინსტიტუცია, რომელიც შეიძლება ვიამაყოთ. სხვაობა შეიძლება შეშურდეს ჩვენი. ჩვენ ვიამაყოთ და წავიდეთ სოფლიოს ვაჩვენოთ, როგორი მაგალითად დაცულება სიტყვის თავისუფლება, დაცული გვაქვს საკუთრების უფლება, ან რა მაგარი სასამართლო გვაქვს. რამე ასეთი. ის იდეა, რომელიც ამ თავრობისთვის, ქვეყნისთვის ამ ეტაპზე, ამ მართლობის პირობებში იქნებოდა დამახასიათებელი. საერთოდ არაფერი არ არის. ვერაფრით ვერ ვიამაყებთ. და ყველაზე ეს თქვი ალბათ ტრაგიკული ამ ნაწილში, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს რაღაც არ გამოუვიდეს, შეცდომები დაუშვას, ყველაფერი ხდება ხოლმე. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ქართულ ოცნების თავრობას ზოგადად ეს არ ეხება მარტო ამ თავრობას, კონკრეტულ ქალბატონ მაკას ამ შემთხვევაში წინა თავრობას იგივე პრობლემა ჰქონდა, სრულიად უამბიციოა. იმიტომ რომ შეიძლება არ იყოს სიტყვის თავისუფლების სიმბოლო, ან არ ქონდეს საუკეთესო სასამართლო სისტემა, მაგრამ მინიმუმ პრეტენზია ქონდეს, რომ ამას გააკეთებ და დასავლეთს მაგათ ელაპარაკებოდე იმით, რომ მე ვცდილობ საუკეთესო სასამართლო სისტემა ავაწყო. მე ვცდილობ ყველაზე დაცული მქონდეს სიტყვის თავისუფლება, ყველაზე კარგი ინსტიტუციები მქონდეს კედრო საკუთრების ნაწილში და ასე შემდეგ. ანუ ვისაც დასავლეთია. მოკლედ რომ შევაჯამოთ თქვენი ეს შესავალი, ანუ თქვენი დავასრულებ, კი ბატონო. და საბოლოო ჯამში ეს უუნარობა, უიდეობა და უამბიციობა არის თავი პრობლემა, იმიტომ რომ ასეთ თავრობას არავინ არ კითხავს ასრს. გასაგებია. კარგ შემთხვევაში უბრალოდ გადაგვაბიჯებენ და გაივლიან, მაგრამ სულ შემთხვევაში ჩაყლაპავენ და არავინ არ გამოთქვამს წუხილს ჩვენ თავობას.